9 მაისს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 54 წლის თავი საზეიმო ღონისძიებით ქარაში წაღრიცხეს. ეს ღონისძიება ტრადიციულად იმ ადგილას ჩატარდა, სადაც კომუნისტური მმართველობის პერიოდში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის რამდენიმე ათასი მონაწილისაგან შემდგარი საზეიმო პარადები იმართებოდა. გუშინდელ დღეს კი არც წინანდელივით მონაწილეთა მრავალი ცხონებით გამორჩეოდა და არც ომის ვეტერანთა განწყობილება იყო მაინც და მაინც საზეიმო. ხოლო დახრიფტო შენიშნავდი დიდი სამამულო ომის ჯილდოებით მკერდამშენებულ მოკვდრებს, რომლებიც ომის დროიდან თავგადასავლებზე საუბრობდნენ. თუმცა ყველაზე მეტად კი მიუღებელი პენსიები აწუხებდათ. უკვე მერვე თვეა მე პენსია არ მიმიღებ. 9 მაისის საზეიმო აღნიშნულდა მიღებულმა საჩუქრებმა მოხუცებს მაინც გამოუკეთა ბუნება. რა თქმა უნდა, მაინც პასტება გინდათ მოხუცეს გორშიც ვიყავით მისწეული გუბერნატორსაც ვისაუბრეთ რამე ახლა. როგორ არა პასტება, მაგრამ ჩვენ მოხუცი და აღარაფერი აღარ შეგვიძლია და ვცდილობთ რომ ჩვენ შევიტანოთ გარკვეული წვლილი ჩვენი სამშობლოს თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე. ღონისძიებამ სულ მალე კულტურის სახლში გადაინაცვლა. მართალია ომის მონაწილეთა დიდი ნაწილი საჩუქრის ხელში პირდაპირ შინისაკენ გაეშვი და ნაწილაკი დარბაზი კონცერტის დამთავრებამდე დატოვა. ამ დღეს ტრადიციას მაინც არ უღარდეს და ქართული მხატვრული ფილმები მილის ბიჭები უჩვენეს.